Es el sueño el motor, son las metas a alcanzar. Siempre hay que descubrir. 9 წლის თასდონაცვლიშვილმა მადრიდელების გაოცება დაიწყო. ეს არის ბიჭი კახეთიდან, რომელმაც მცირე ასაკში უკვე არაერთი ქვეყნის საფეხბურთო სამყაროს მოწონება დაიმსახურა. თავიდანვე აშკარა იყო, რომ ფეხბურთზე შეყვარებული ნაცვლიშვილებისთვის მხოლოდ კახეთი დიდ საფეხბურთო სამყაროში მოსახვედრად საკმარისი არ იქნებოდა. მიზანი ინგლისი იყო. ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც თამაშზე ყველა ოცნებობს. თუმცა ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. მაგრამ იყო საფრანგეთი, სადაც ახლა ქართველების ბუმია. თუ ახლა უმაღლეს ჩემპიონატში ფრანგების გაოცებას ზურიკო, გიორგი და ხვიჩა ახერხებენ, რამდენიმე თვით ადრე თავის ასაკობრივ კატეგორიაში ამას 9 წლის თაზო აკეთებდა. კახეთის შემდეგ ნანსი პირველი ქალაქი იყო, სადაც თაზომ ადგილობრივების გული მოიგო. ქართული შემტევის სიძლიერეს, მოგებული თასების, ჯილდოების და ულამაზესი გოლების გარდა ის ადასტურებს, რომ 9 წლის კახელ ბიჭს ნანსი ასიენელის კლუბის რამდენიმე ასაკობრივ გუნდში ერთდროულად ათამაშებდნენ, რადგან მისი დახმარებით მოგება ყველას უნდოდა. ყველაფერი იდეალურად იყო, რომ არა ტრადიციული დაბრკოლება ქართველებისთვის. საბუთები, მწვრთნელების და თანაგუნდელების დიდი ძალისხმევის და სურვილის მიუხედავად, ნაცვლიშვილების ფრანგული თავგადასავალი 14 თვეში დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს, სამშობლო და კუთხე, სადაც თაზო პირველად ბურთს შეეხო, უზომოდ ენატრებოდათ, მაინც ბავშვის წარმატებული მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელება ესპანეთში გადაწყვიტეს. ახლა მადრიდია ის ქალაქი, რომლის გაოცებასაც თაზო იწყებს. მართალია უპრობლემოდ არც აქ ხდება საფეხბურთო კარიერის დაწყება, მაგრამ მშობლების და ოჯახის ახლობლების დახმარებით უმოკლეს ვადებში თაზომ მადრიდის ერთ-ერთი გუნდის ალკობენდას CF-ის გულის მოგება შეძლო. მწვრთნელი რომ პირველივე დღეებში მოიხიბლა ამას, მისი ეს კომენტარიც ადასტურებს. We are so happy with Tazo. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თაზო ჩვენთან თამაშობს. თაზო ძალიან კარგი მოთამაშეა. ის მაღალი ხარისხის ფეხბურთს გვთავაზობს და მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია. მართალია თაზოთი ესპანეთში მოიხიბლნენ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 9 წლის ქართველის დავიწყება უჭირთ ფრანგ მწვრთნელებსაც და თანაგუნდელებსაც. მანძილის მიუხედავად, მათი კომუნიკაცია კვლავ გრძელდება. აი, ასე ახასიათებს ნანსის ასიენელის ფრანგი მწვრთნელი მარკ ნიკოლენი პატარა ქართველ შემტევს. თაზო არის სერიოზული, მშრომელი ბიჭი. ფიქრობ, ის სწრაფად განიცდის პროგრესს. მოსმენისას ის სწრაფად იგებს ყველაფერს. იმის მიუხედავად, რომ ვერ საუბრობს ამ ენაზე. რაც შეეხება თაზოს თამაშის ხარისხს. ის არის ძლიერი მემარცხენე მოთამაშე. კარგად ვარჯიშობს მარცხენათი. ის არის აგრესიული, შემტევი მოთამაშე. მას გააჩნია უნარი გაითვალისწინოს მითითებები და იყოს უფრო მიმზიდველი მოთამაშე. ეს ბავშვი განიცდის მუდმივ პროგრესს. მას აქვს კარგი ურთიერთობა სხვებთან და აქვს უნარი, რაც შეიძლება სწრაფად აითვისოს მიწოდებული ინფორმაცია. მე ვაფასებ მის ბევრ კარგ თვისებებს და გადავცემ ჩემს დიდ მოკითხვას. ნაცვლიშვილების ამ თავგადასავალზე 9 წლის თაზოს, ასევე ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული მამა გათონ ნაცვლიშვილიც გვესაუბრა. თაზო შევიყვანეთ 6 წლის ასაკში ფეხბურთზე. თამაშობდა კახეთის გუნდ ალაზანში, მწვრთნელი ზვიადი ჯავარაშვილი. კარგი მწვრთნელი, ძალიან კარგი მიდგომა აქვს ბავშვებთან და შეამჩნია ზვიადი მასწავლებელმა მისი მონაცემები, ტალანტი. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, კახეთში რთულია, არაპერსპექტიულია შედარებით ფეხბურთი და მინდოდა თაზოსთვის უფრო მეტი გამოკეთებინა. წავედით ინგლისში, საფრანგეთიდან მინდოდა წასვლა. გარკვეული მიზეზების გამო თვენახევრიანი წვალების შემდეგ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ინგლისში გადასვლა. გადავწყვიტეთ გვეცა და ბედი საფრანგეთში. მივადექი ასიენელის კლუბს, პროფესიონალურ კლუბს. დირექტორი მოიხიბლა თაზოთი და სამდღიანი ტესტირების შემდეგ მათ აიყვანეს თაზო. დიდი გამოცდილება მიიღო ამ კლუბიდან, ბევრი ტურნირები ჩაატარა, ჩემპიონებიც გახდნენ. უძლიერესი მწვრთნელები იყვნენ, ძალიან მაგარი მწვრთნელები იყვნენ. რისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მათ, როდრიგს და მარკს. საფრანგეთიდან წამოსვლა მოგვიწია არასრული საბუთების გამო და ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე, დაუბრუნებულიყავით საქართველოში თუ აგვერჩია რამე სხვა ქვეყანა და წასულიყავით ეგ აგვეგრძელებინა. რა თქმა უნდა, გადავწყვიტეთ გაგრძელება თაზოს ოცნების ასრულებისთვის და შევაჩერეთ არჩევანი ესპანეთზე. ახლა ვიმყოფებით ესპანეთის ქალაქ მადრიდში. თაზო ამჟამად უკვე მოვახერხეთ და შევიყვანეთ ერთ-ერთ კლუბში. მადრიდის ერთ-ერთი კლუბი არის ალკობენდას CF-ი. ჩვენი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში თაზოს მიზანი არის მოხვდეს რომელიმე ლა ლიგის კლუბში, ვისთვისაც
არ ვიშურებთ ძალგონეს და ვცდილობთ გავაგრძელოთ თაზოს ოცნებისთვის ბრძოლა. რა თქმა უნდა, მეც მჯერა რომ თაზოს ნიჭი და მშობლების ეს ძალისხმევა აუცილებლად დიდ შედეგს მოიტანს. მჯერა რომ თაზო ისევე დაიპყრობს მადრიდელების გულს, როგორც ამას ესპანეთის აღმოსავლეთში, ვალენსიაში ძმები კვარაცხელიები აკეთებენ. მათ შესახებ რამდენიმე თვის წინ გიამბეთ და მალე კვარაცხელიებზეც და ნაცვლიშვილებზეც კიდევ ბევრ სიახლეს მოგიყვებით. რადგან ახლა ესპანელი სკაუტების დაპირისპირების მიზეზი ქართველი ბავშვები არიან. ყველას უნდა რომ წარმატებას ჩვენი ბიჭების დახმარებით მიაღწიონ. წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს მომავალ თაობას და თქვენ რომ არ გამოგჩეთ მათი წარმატების შესახებ ყველა სიახლე, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი. ბოლოს კი უბრალოდ დატკბით თაზოს შესანიშნავი მონაცემებით. Es el sueño el motor, son las metas a alcanzar. Siempre hay que descubrir la manera de vivir. Este lugar, esta tierra, tiene tanto que ofrecer. Metas a alcanzar. Siempre hay que descubrir la manera de vivir. Este lugar, esta tierra, tiene tanto que ofrecer. Tiene tanto que ofrecer. Tiene tanto que ofrecer. Es el sueño el motor, son las metas a alcanzar. Siempre hay que descubrir la manera de vivir. Este lugar, esta tierra, tiene tanto que ofrecer. Metas a alcanzar. Siempre hay que descubrir la manera de vivir. Este lugar, esta tierra, tiene tanto que ofrecer. That's astonishing. Absolutely world class. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.